მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ანონსებული თემით ვიწყებთ და თბილისეურის ჯგუფის დირექტორის პირველი მოადგილე ბატონი ლევან ჯღარკავა გვიერთდება პირდაპირ ეთერში. ბატონო ლევან, დილამშვიდობის, დიდი მადლობა რომ იღებთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. კონცეფცია შესავალში უკვე აღვნიშნეთ, თბილისის მერია 151 ერთეულ ნაგამზით ტექნიკას შეიძენს. მაინტერესებს როგორ გამოიყურება მთლიანად იდეა კონცეფციურად და ასევე მნიშვნელოვანი საკითხი დაწყებულია თუ არა უკვე ინტერესს და გამოხატვა. მოგესალმებით თქვენ მაყურებელს. მე მინდა აღვნიშნო, რომ თავის დროზე შეიქმნა კომისია, რომელმაც სპეციალურად ეს ოფიციალური დოკუმენტი შექმნა. გუშინ დედაქალაქის მთავრობაზე წარედგინა არსებული დოკუმენტი, რომელიც მთავრობამ მოიწონა და დაამტკიცა. 24 ტიპის ტექნიკაზე არის საუბარი, ეს არის ნაგამზიდი ტექნიკა და სპეციალური ტექნიკა. მოგეხსენებათ თბილისეურის ჯგუფის ძირითადი ფუნქცია მოვალეობა დაგვადასუფთავება, ასევე ჩვენი მოვალეობა არის სანიაღრო სისტემების მოვლა-პატრონობაც, რომელიც საკმაოდ დიდ ესე ვთქვათ ტექნიკის გამოყენებასთან არის დაკავშირებული. მოგეხსენებათ ახალი მენეჯმენტის მისვლის შემდეგ გაცვეთილი ტექნიკა დაგვხვდა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გამოვაცხადოთ ინტერესი და გამოხატვა. ანუ პრობლემა იყო რეალურად გაცვეთილ ტექნიკაში თუ უბრალოდ მოძველებული იყო ტექნიკა თუ რაოდენობა არის ერთიც მეორეზე და მესამეც ესე მინდა რომ ჯამურად აღვნიშნო, დიახ. ანუ გამოცხადებულ ტექნიკაში ჩვენ გვყავს ის ტექნიკა, რომელიც არის ჩასანაცვლებელი, ის ტექნიკა, რომელიც არის დასამატებელი და სრულყოფისათვის გვჭირდება აუცილებლად. მინდა გითხრათ, რომ ვიწყებთ ბაზრის კვლევით, ეს არის ბაზრის კვლევა გამოცხადებული, სადაც აბსოლუტურად ყველა ბრენდულ ორგანიზაციის წარმომადგენლებს ვიწვევთ, რომელიცაც არსებობს არანაირი შეზღუდვა. ანუ ის ტექნიკური პირობები და მონაცემები, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ და ფიქრობთ, რომ ჩვენთვის მისაღებია, პირველ რიგში უნდა იყოს, ესე ვთქვათ, ახალ მდგომარეობაში, ანუ ექსპლუატაციაში არ მოყოფი და ანუ ის დანარჩენი სხვა ტექნიკური მონაცემები, რომელიც საკმაოდ ვრცელია და კვირის ბოლოს გამოქვეყნდება. უკვე განაცხადების მიღება დაწყებულია, როგორც ვთქვათ და თუ არის მონახაზი უშუალოდ მონახაზი დაახლოებით არსებობს, ზუსტად პრინციპი არის იმისა, რომ ვიწყებთ ბაზრის კვლევით, არანაირი შეზღუდვა არ არსებობს არავისთვის. ჩვენ გვაქვს ჩვენი კონკრეტული ტექნიკური პირობები ჩამოყალიბებული, მაგრამ ასევე არის მუხლი, დამატებითი მუხლი, სადაც ვსაუბრობთ, რომ თუ ვინმე უფრო კარგი წინადადება წარმოგვიდგინა და იქ კრიტერიუმის ნაწილში ეს არის ხარისხობრივად თანხის ჭრილში, ასევე საგარანტიო მომსახურებას არის გათვალისწინებული, სავსეები შესაძლებელია ტექნიკური პირობა შეიცვალოს. იმიტომ არის სპეციალური კომისია შექმნილი, სადაც გამოვიდეს გამარჯვებული და გამარჯვებულთან კონდეს უკვე ჩვენ ურთიერთობა. ასევე აღსანიშნავია თანხის გადახდის მომენტიც. ჩვენი პირობით მივდივართ 4 წლიან ლიზინგზე, პირდაპირ ლიზინგზე და არსებობს პირდაპირ შესყიდვის იმ დოკუმენტში ასევე არის მოხსენებული პირდაპირ შესყიდვის პირობებიც, ამიტომ გვაინტერესებს ან რა შემოგთავაზებენ პირდაპირ შესყიდვის პირობით და ასევე რა შემოგთავაზებენ ლიზინგის პირობით. მოგეხსენებათ ორივე თანხებთან არის დაკავშირებული და შესაბამისად კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას თუ რა პირობით შევიძინოთ და რა მიმართულებით წავიდეთ. საერთო თანხა და სრული თანხა, რა თქმა უნდა, გამოვლინდება უკვე მას შემდეგ, რაც ბრენდული ორგანიზაციები წარმოგვიდგენენ მათ პირობებს. მათი პირობები სრულყოფა 45 დღე ექნებათ გამოცხადების დღიდან და შესაბამისად კომისია განიხილავს ამას, განიხილავს იმ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ აუცილებელი პირობა, რაც გვაქვს, ეს არის თანხა, ეს არის ხარისხი და ეს არის საგარანტიო მომსახურება, რასაც შემოთავაზებენ. ბარიერები და ასე შემდეგ, თქვათ, რა შეიძლება შეუქმნას, რამაც შეიძლება შეუქმნას რეალურად იგივე კომპანიებს, თქვათ, პრობლემები, იგივე თქვათ, ინტერესების გამოხატვაში და ასე შემდეგ მოხსნილია მთლიანობაში და კომპანიების ინტერესებზეა რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მოხსნილია. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტში არის საფირმო სახელწოდება, ის თუ რა, ასე ვთქვათ, წარმომადგენლობითი უფლებით არის აღჭურვილი და რაღაც მინიმალური დოკუმენტაცია. ჩვენ თავარი აქცენტი გავაკეთეთ ზუსტად ხარისხობრივ მაჩვენებლებს და თანხმობრივ მაჩვენებლებს და ანუ იმაზე, რაც ჭირდება დედაქალაქს. კი ბატონო, ბატონო ლევან, ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ იღებთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. მეგობრებო, ამ დროისთვის სულ ეს იყო ბატონი ლევან ჯღარკავა პასუხობდა ჩვენს კითხვებს. დიდი მადლობა სანდრო. მადლობა სანდრო, ინფორმაციისთვის საქმიანი ლამი დასრულებულია. წარმატებულ და საინტერესო დღეს გისურვებთ. 10 საათზე შემოგიერთებათ ზექა ახალი ამბები, ჩვენ კი გემშვიდობებით ნახვამდის.